რა ბედიელი საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას და დარჩა თუ არა გზა აღდგეს სვლა ევროპული მომავლისკენ. ამ საკითხის ირგვლივ იმსჯელეს სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა გაფართოებულ კონფერენციაზე სახელწოდებით საქართველოს და ევროკავშირი ახლა საით. შეხვედრის ორგანიზატორები დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან და სამოქალაქო საზოგადოების ფონდიდან აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ბოლო წლების რიტორიკა, პოლიტიკური თუ სამართლებრივი ნაბიჯები მიმართულია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს წინსვლის შეფერხებისკენ. მათივე თქმით, პოლიტიკის გადატვირთვის რესურსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში ჯერ კიდევ დარჩენილია და უკიდურესი პესიმისტური მდგომარეობა არ არის. თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან მათ პოზიტიური ქმედებების მოლოდინები აღარ აქვთ. დღეს რეალურად არანაირი ევროპული კურსი არ არსებობს. ხელისუფლება ქართული ოცნება დგავს აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქვეყანა უნდა დაშორდეს იმ სივრცეს, რომლისკენაც მივისწრაფოდით ამდენი წლის განმავლობაში. არანაირ გაუმჯობესებას არ ველოდები, გამორიცხულიათ, ზუსტად ვიცით, როგორი მოქმედებენ ისინი. ეს არის რეჟიმი, რომელიც კლავს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს არ ქონდეთ სურვილი, რომ აზრი გამოხატონ. De facto ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაწყდეს, არა თუ შეწყდეს ევროინტეგრაციის პროცესი, რაც უკვე გამოაცხადეს, არამედ საერთოდ გაწყდეს კავშირები ევროპასთან. მათი რიტორიკა, მათი ქმედება, ის დისკრიმინაციული კანონები, რომელსაც ფაქტიურად ყოველდღე იღებენ, სწორედ იმის ნიშანია, რომ შეცვლილი აქვთ კურსი და სწრაფი გზით მიდიან რუსეთისაკენ. ერთადერთი, რაც საქართველოს ჯერ კიდევ ტოვებს ევროპულ ორბიტაზე, ეს არის ქართველი ხალხი. გამოხატავს თავის სურვილს, რომ საქართველოს ისევ იყოს ევროპული ოჯახის წევრი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას და არ მოხვდეს საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე, რაც რა თქმა უნდა დამანგრეველი იქნება ჩვენი მომავლისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ქართული ოცნების კრიტიკისას ახსენებენ ბოლო პერიოდში მიღებულ და დაანონსებულ კანონებს. მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მტრებად შერაცხვისა თუ დასჯის შესახებ და მედიის კონტროლის კანონის მიღებას. მათი განცხადებით, ეს კანონები ქართული ოცნების ავტოკრატიული მმართველობის გამყარებას და დემოკრატიის ხმის განადგურებას ისახავს მიზნად და ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს. ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ გაუარესებულ კანონმდებლობას და გაუარესებულ პრაქტიკას. საუბარი იმაზე, რომ ევროინტეგრაციის პროცესი რაიმე ფორმით შეიძლება გადარჩეს, შესაძლებელია ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობის ნება იქნება მოსმენილი და ჩატარდება ხელახალი არჩევნები, რომელიც აი ამ კრიზისს დაასრულებს. ეხლა ჩვენ ვართ პოლიტიკურ და სამართლებრივ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ არჩევნების ხელახლა ჩატარება. სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამ კრიზისის დაძლევა შესაძლებელია არის და მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას ცხადია კვლავაც შესაძლებელი. ამის მთავარი ფაქტორი არის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის რეალურად ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ცხადია, ამას თან უნდა ერთვოდეს დემოკრატიული რეფორმები, ამას თან უნდა ერთვოდეს ყველა პოლიტიკური პატიმრის ყისიერი გათავისუფლება. ძალიან რთულია იმის წინასწარმეტყველება აქამდე როგორ შეიძლება მივიდეთ ქართული ოცნების გამო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი არის უწყვეტი, საქართველოს მოქალაქეები არაპირებენ უკან ნაბიჯის გადადგმას, იმიტომ რომ იციან, რომ ეს არის ფაქტიურად ქვეყანაში დემოკრატიის საერთო დასამარება, ამიტომ მგონია, რომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, გაგრძელდება და შესაძლოა გამოიღოს უკვე ის შედეგი, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს. კონფერენციის მონაწილეთა დიდი ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლა საქართველოში პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი კრიზისიცაა და თან წვავედ. აანალიზებენ, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად კიდევ უფრო რეპრესიული კანონების მიღებას გეგმავს. ამ ფონზე მთავარ გამოსავლად უწყვეტი პროტესტი, გარედაში და ზეწოლა და საბოლოო ჯამში ახალი არჩევნების დანიშვნა მიაჩნიათ. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.